ზამთრის ზღაპარი. ტექსტს კითხულობენ ქართულ ამერიკული სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები. იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა კნუტი ნაპო. კნუტი პატარა გოგონასთან, ვალერიასთან ერთად ცხოვრობდა. უყვარდა კნუტს ვალერია. გოგონაც ანებიურებდა, თბილ საწოლში აწვენდა და თბილ რძეს ასმევდა. ზამთრის ერთ სუსხიან დღეს გოგონამ ნაპოს თბილი შარფი მოახვია. ქუდი დაახურა და სასეინოდ წაიყონა. დიდხანს ისეინეს და მიადგნენ ტყეს. ტყეში სიჩუმე იყო. მხოლოდ წკრიალის ხმა ისმოდა. უცებ კნუტი ვალერიას ხელიდან გაუსხლდა და ტყეში შეირბინა. თურმე ტყე ჯადოსნური იყო. ყველა ხე ერთმანეთს ჰგავდა. ყველა ხე გაყინული იყო. გაყინული ტოტები ქარის დაქროლვაზე წკრიალებდა. ძინ 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 ძინ. ჯადოსნურ ტყეში ცინა ჯადოსნური ფიფქები ცვიოდა. კნუტს ცხვირზე ეცემოდა. ნაპო ცხვირს ილოკავდა და ფიფქებს ყლაპავდა. კნუტი ისე გაერთო ფიფქებთან თამაშით, ვერც შენიშნა ისე აღმოჩნდა ტყის შუაგულში. ნაპოს ძალიან შეეშინდა, მიმოეხედა. რაღაც უცნაური ხმა შემოესმა ფიფქებმა უფრო სწრაფად დაიწყო ცვენა. მალე ქარბუქი ამოვარდა. ძლიერმა ქარმა ნაპოს თოვლი ფიფქები სახეში შეაყარა. თბილი შარფი და ქუდი გასტაცა და შიშველ ხის კენწროზე დაკიდა. საბრალო ნაპო სიცივისგან და შიშისგან მთლად მოიკუნდა. თოვლმა თითქმის დაფარა. გაყინვის პირას მის სულს უცნაური წკრიალის ხმას შემოესმა. ხმა თანდათან ძლიერდებოდა. ეს ეჟნების ხმა იყო. მალე ადამიანის ხმაც მოესმა. ოჰოჰო, გასტიკ შემოირმებო. ნაპოს გულში იმედი გაუჩნდა. კნუტმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა ჯუმად, დაიკნავლა, მაგრამ ხმა საერთოდ არ ამოუვიდა. კიდევ სცადა ჯუმად, გაისმა მიაუ მიაუ. თანდათან ძალას იკრებდა და როგორც იქნა ხმა მაღლა დაიკნავლა. მიაუ. თოვლის ბაბუამ კნავილის ხმა გაიგონა. უსწრაფესა და მოატრიალა თავისი ეწვი და სწრაფად დაეშვა, საიდანაც ხმა მოესმა. გაყინული კნუტი ფრთხილად დაიყვანა. გულში ჩაიხუტა, გაათბო და ვალერია საშვებაო საჩუქრად ბუხრიდან ნაძვის ხესთან დაუსვა. თოვლის ბაბუამ მხოლოდ მაშინ მოშორდა ბუხარს, როდესაც ვალერიას მხიარულის შეძახილის ხმა მოესმა. ვაშა, ჩემი კნუტი დამიბრუნდა. გმადლობთ თოვლის ბაბუა.